ნებისმიერი დაცვა უშედეგოა, თუ თავად მოწყობილობა, რომელსაც ყოველდღიურ საქმიანობაში ვიყენებთ, არის დაუცველი. იმიტომ რომ ეს მოწყობილობები ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელი არიან, მასში სხვადასხვა ფაილებია, ფოტოებია, ვიდეოებია, ჩვენი მიმოწერაა, ჩვენი ბრაუზერს როცა გავხსნით და მეილში ან სხვა სოციალურ ქსელებში შევალთ, ძირითადად ადამიანები მიდრეკილები ვართ იქითკენ, რომ ყოველ ჯერზე იმისთვის, რომ პაროლი არ შევიყვანოთ და შემდეგ ორ ბიჯიანი ავტორიზაციით თავი არ შევიწუხოთ, დამახსოვრებული გვაქვს ხოლმე. ამდენად მოწყობილობებზე, რომელსაც ვიყენებთ, აუცილებლად უნდა იყოს დაყენებული დაცვა თავის მხრივ. ეს დაცვა შეიძლება იყოს პაროლი ან ბიომეტრია. პაროლი ამ შემთხვევაშიც უნდა იყოს ძალიან კარგი, ძალიან ძლიერი და განმეორდები არ უნდა შეიცავდეს პერსონალურ ინფორმაციას. თუ კომპიუტერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თითის ანაბეჭდი დავაყენოთ, შეგვიძლია ასევე კომპიუტერზეც გამოვიყენოთ თითის ანაბეჭდი, ან ტელეფონზე შეგვიძლია Face ID დავაყენოთ, ან თითის ანაბეჭდი დავაყენოთ. თუმცა მე გეტყოდით, რომ ბიომეტრიის გამოყენება კონტექსტუალური საკითხია, ანუ თუ მე მივდივარ სადმე აქციაზე ან რამე მიტინგზე, სადაც შესაძლოა დაკავების საფრთხე იყოს, მაშინ უმჯობესია, რომ ტელეფონი მხოლოდ პაროლით იყოს დაცული და ბიომეტრიული მონაცემები არ იყოს გამოყენებული, რადგან დაკავების დროს არ მოხდეს ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ჩვენი მოწყობილობის გახსნა. ტელეფონის დაცვისთვის ასევე მნიშვნელოვანია წვდომა იმ ფუნქციონალზე, რაც სხვადასხვა აპლიკაციებს აქვს, რაც ტელეფონზე გვიყენია. მაგალითისთვის, რომ მოვიყვანოთ სიტყვაზე ჩვენ თუ სიგნალით გვინდა ფოტოს გაგზავნა ან ვინმესთან დარეკვა, ამ შემთხვევაში სიგნალს წვდომა ჭირდება ჩვენს ფოტო ალბომზე. ან დარეკვა თუ გვინდა სიგნალს წვდომა ჭირდება ჩვენს მიკროფონზე იმისთვის, რომ მეორე მხარეს ჩვენი ხმა გავაგონოთ. თუმცა დღესდღეობით აპლიკაციები ყველაფერზე ითხოვენ ხოლმე, ყველა ფუნქციებზე წვდომას და ეს ამბავი უნდა თვითონ, ასე ვთქვათ, ხელოვნურად მოვაგვაროთ, დავიაროთ უნდა ეგრეთ წოდებული permission manager-ი ჩვენს ტელეფონში და ვნახოთ, რომელ აპლიკაციას რა ფუნქციონალზე აქვს წვდომა და თუ თვლით, რომ ლოგიკურად ამ აპლიკაციას ფუნქციონირებისთვის ამ ფუნქციებზე წვდომა არ ჭირდება, უნდა შევუზღუდოთ აუცილებლად იმისთვის, რომ ეს ფუნქციები ჩვენი ნების გარეშე არ გამოიყენოს სხვადასხვა აპლიკაციამ. განსაკუთრებით პრობლემურია ხოლმე ეს საკითხი იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარი მიზნებისთვის, სამსახურისთვის, აქტივიზმისთვის იყენებს ტელეფონს და ასევე მისი ოჯახის წევრები, როგორც ესენი ბავშვები არიან ხოლმე, იყენებენ ასევე ამ ტელეფონს და ეს ბავშვები ბევრ სხვადასხვა გაუგონარ ან გაურკვეველ აპლიკაციებს აყენებენ ხოლმე ამ მოწყობილობებზე. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ტელეფონის ჰიგიენა დავიცვათ. მოწყობილობების უსაფრთხოებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ სისტემის განახლება, რაც ამ მოწყობილობაზე აყენია. კომპიუტერის შემთხვევაში შეიძლება იყოს iOS-ი, ან Windows-ი, ან Linux-ი, Ubuntu, ამასაც იყენებენ ადამიანები და ტელეფონის შემთხვევაში ეს არის ასევე iPhone-ის შემთხვევაში iOS-ი და სხვა ტელეფონების შემთხვევაში Android-ი. ძალიან მნიშვნელოვანია განახლება, იმიტომ რომ როგორც წესი განახლებას მოყვება უსაფრთხოების განახლებები, იმის გარდა რომ შეიძლება იქ ინტერფეისი შეიცვალოს ან რაღაცა ფუნქციები დაემატოს ან ამოაკლდეს და ეს ფუნქციებიც ხშირად შეიძლება დაგვეხმაროს იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი. ამდენად, როდესაც კი თქვენი მოწყობილობა, იქნება ეს კომპიუტერი თუ ტელეფონი განახლებას გთავაზობთ, აუცილებლად გააკეთეთ ის. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ჩვენი მონაცემების დაცვა იმისთვის, რომ სხვამ გარე მესამე პირმა ამ მონაცემებზე წვდომა არ მოიპოვოს. ჩვენ თქვით, რომ მნიშვნელოვანია მოწყობილობის დაცვა კარგი პაროლით, რომ ვინმეს ხელში რო ჩაუვარდეს ჩვენი კომპიუტერი ან ტელეფონი მისი გახსნა ვერ შეძლოს, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ამ მონაცემების სარეზერვო ასლების გაკეთება. ხანდახან ხდება ისე, რომ შეიძლება ჩვენი პოლიციამ ჩვენი კომპიუტერი ამოიღოს და წაიღოს 2 თვით, 3 თვით და შესაბამისად რომ არ დავრჩეთ მოწყობილობის და ჩვენი მონაცემების გარეშე, შეგვიძლია და აუცილებელიც კი არის სარეზერვო ასლების გაკეთება. თუმცა ეს სარეზერვო ასლები შესაბამისად უნდა იყოს დაცული კარგი პაროლით ან კარგ ეგრეთ წოდებულ cloud ღრუბლოვან მეხსიერებაზე. ადგილობრივ დონეზე ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მოწყობილობის, ჩვენი კომპიუტერის დაშიფრვა.
ეგრეთ წოდებული full disk encryption-ის გაკეთება. იმისთვის რომ full disk encryption ჩართული იქონდეს, Mac-ში შეგვიძლია შევამოწმოთ პარამეტრებიდან file vault, თუ არის ჩართული, როგორც ეს ნაგულისხმევად უნდა იყოს ჩართული და Windows-ის შემთხვევაში უნდა გვეყენოთ Windows 10 ან 11 Pro და უნდა ჩავთოთ BitLocker-ის ფუნქცია, რომელიც ძალიან მარტივია და ეკრანზე გამოსულ ინსტრუქციებს თუ მიყვებით, მარტივი იქნება დისკის მთლიანი დაშიფრვა. რაში გვჭირდება ახლა ეს დისკის მთლიანი დაშიფრვა? ამ შემთხვევაში ჩვენ გარანტია გვაქვს იმის, რომ მესამე პირს თუ ჩვენი მოწყობილობა ხელში ჩაუვარდა, ისინი მონაცემებზე, რომელიც ამ მოწყობილობაზეა, წვდომას ვერ მიიღებენ. იმ შემთხვევაშიც კი თუ მყარი დისკი ამოიღეს ამ მოწყობილობიდან და ჩადეს სხვაგან, რახან არის დაშიფრული დისკი მთლიანად, მისი წაკითხვა თქვენს მიერ დადებული პაროლის გარეშე იქნება შეუძლებელი. თუმცა აქვე გამეორდები ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მოწყობილობაზე სისტემაში შესასვლელად ცალკე პაროლი ეყენოს. ეს ასე ვთქვათ, ორმაგი დაცვა არის მოწყობილობებისთვის და იმ მონაცემებისთვის, რაც გაგვაჩნია. ტელეფონების მეხსიერების დაშიფრვას რაც შეეხება, ორივე iPhone-ისა და Android-ის შემთხვევაში მათი მეხსიერება არის დაშიფრული, მაგრამ შეჯამების სახით რომ თქვა, აუცილებლად უნდა იყოს ეს ტელეფონები კარგი პაროლით ან ბიომეტრიით დაცული. მარტო ბედს ვერ მივენდობით, ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა განვახორციელოთ რაღაცა ნაბიჯები იმისთვის, რომ დაცულად ვიგრძნოთ თავი და რომ შევაჯამოთ, ეს პირველ რიგში უნდა იყოს კარგი პაროლი მოწყობილობაზე, განახლებული მოწყობილობები და დისკის მთლიანი დაშიფრვა, ამასთანავე სარეზერვო ასლების გაკეთება ჩვენი მონაცემებისთვის.